ნება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს დრო მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო There was nothing I could say to you that would let me through to the place I long to be behind your walls, just you and me, with nothing in between us. My definition. მილო ფრთობისა. აბა, რას მირთმევს ჩემი იუბილარი ქალიშვილის აუზმეზე? ნოვი არაფერს, ბავშვი. რა გეგმები გაქვს დედუცი? არ მაქვს გეგმა. ლიზის ვნახავ. და ნუ ეგ არა. დავიღალე ყოველ წელს ერთი და იგივეთი. მე მეგონა სამივე ერთად აღნიშნავდით მე არა, მე დღეს ძალიან ბევრი საქმე მაქვს. მოდი, მე დაგაფინანსებთ და თქვენ ორმა აღნიშნეთ. ამიტომ ისე. მე ჩემი შვილისთვის ისეთი საჩუქარი მაქვს, ჩემი აქ არ ყოფნა არც კი გაგახსენდება. რა? ძალიან გაგეხარდება. რა აბა? მოკლედ ბევრი ვიფიქრე და გადავწყვეტე. შენთვის ახლა სწავლა არის ყველაზე პრიორიტეტული. ამიტომ შენ თვითონ აირჩიე რომელიმე უცხოური კარგი უნივერსიტეტი და მე იქ გაგიშვებ სწავლის გასაგრძელებლად. ბევრი ფიქრეთ და გადაწყვეტეთ, ხო? ხო რა, არ გაგიხარდა? რა უნდა გამხარებოდა, მამა? ყველაფერს ჩემს მაგივრად რო გადაწყვიტავ და ბოლოს მე რომ მეუბნებით? მოდი, დავწყდეთ და ისე ვისაუბროთ. მოიცა. რა გადავწყვეტე უშენ? გითხარი, შენ თვითონ აირჩიე უნივერსიტეტი თქო. პროფესია ხომ არ შემირჩევია? ხო, პროფესიაც რო ამირჩიოთ, აღარ გამიგვერდება. ვაიმე შვილო, ყველა ოცნებობს მაგაზე. შენ ახლა წუწუნე, თან უარს ამბობ. და მე რომ მაცადოთ, რომ გავიგო ჯერ რა მინდა და რა არ მინდა, ეგრე არ შეიძლება? როგორ არ შეიძლება? მოიფიქრე და მე გადავწყვეტ. არა, რა უნდა მოიფიქროს? ყველას თავში კი არ ეცემა ეგეთი შანსი. წელიწადში ერთი დღე, რომ თავი დამანებოთ, ეგრე არ შეგიძლიათ, ხო თქვენ? ჩვენი შვილი ხარ და თავი როგორ უნდა დაგანებოთ? შენი განებივრებული და მაგიტომა უმადური. რა ვარ? დიახ, უმადური. ეს ამდენი ყუთები მარტო ამოთრიე?
ო. და ხელი რო არ დამჭიმოო და კიდე ერთი ამდენს ამოვიტანდი ისე დღეში. ისე დღეში როგორ დღეში? ოჰო. შენ რა მოხდა ნიშნობაზე? უარი ხო არ გითხრა? მამამ. არა, მაგრამ უარი რო ეთქვა, არ შევეწინააღმდეგებოდი. აუ რა გუშინიყო ნაცლობა. რეები გამომიტოვებია? ო, გამოტოვე. შენ რო ყოფილიყავი, არც არაფერი არ მოხდებოდა. ბოდიში რა, ვიცი შენ იქ იყავი ნათლობაში. უბრალოდ ძალიან გაბრაზებული ვარ რა. აღარ იტყვი რა მოხდა? ჰა? რა და გუში ხო წავიყვანეთ ეს ჩემი ბიძაშვილი არსენა. ჯერ ისე სადღეგრძელოებს ამბობდა სირცხვილისგან საწავსულიყავი არ ვიცოდი. მერე ისე დათვრა რომ ვეღარ წამოვიყვანეთ და იძულებული გავხდით რომ იქ დაგვეტოვებინა. ეხლა ნინიმ წერს რომ ისევ აქ არისო და შენი დავაშკაცების ისტორიებს ყვებაო. რასო? არ ვიცი, შემეშინდა რომ მეკითხა. არა, რაღაც ვერსიები მაქვს, მაგრამ არ მინდა მაგაზე ფიქრი. და იმიტომ ეზიდები ამ ყუთებს რომ მაგაზე არ იფიქრო. ხო, არ შეიძლება? არა კი როგორ არ შეიძლება, მაგრამ სვიად. მომისმინე? მაგ ოჯახმა ეგეთები გაიგო შენზე. და მაინც თანახმა არიან რომ ოჯახში მიგიღონ და შეგიშვან. აი მაგაზე ვერსი რა უნდა მოხდეს, გამაგებინია? ისე მართალი ხარ, მაგაზე არ მიფიქრია. ცოტა მომეშვა. აი თურმე სადღუპილ ხარ. ვანო. ისაბუთები მოვიტანე, ზევით ოფისში დავტოვა. რაი. რაი, ხომშვიდობა, დასახელებს. არა. იგი მშვიდობა. შეინახვა ისედაც მინდოდა რა. არყისხის ფიცრების შეკვეთა გვაქვს გასაფორმებელი. და ანგარიშტორება არის ქეშად. აი რა პრობლემაა. კომპანიის ბარათი ხო გაქვთ? მოხსენით რამდენის დაგჭირდებათ. კარგი ბატონო. ეგრევის. მოგლეთ თუ დაგჭირდებით დამერეკეთ. მადლობა. მიდი რა ზუსტად რა. ბარათი აიღე და წადი გაისეირნე, თან გულს გადააყოლებ. გჭირდება ჰაერი სუფთა. და კასპერასად არის მაგან გამოიტანოს. არ ვიცი, ურეკავ დილიდან და არ მპასუხობს და ეხა რა ვიცი მე სად არის. წადი რა გეხვეწები რა. და ბარათი? ოფისში დებს. აი. ლიგო ხამშვიდობა. 4-იან პლუს თუ არ ჩემოხალკი? 4-იანი პლუსი კი არა. ჯერ დაბადების დღეს არ ვიხდი მომბეზრდაო. და ეხლა ისეთი სახიძი ხარ, ვითომ ვიღაც მოგიგლეს. ვარავინ არ მომკვდარა ლიზი. ჩემი მამიშალეს ნერვები დილით. რა? რა და სასწავლებლად? უცხოეთში აირჩია რამე უნივერსიტეტი და მან წადიო. და? რა და? ჩემს მაგივად რო წყვეტენ ყველაფერს და მე არაფერს არ მეკითხებიან, ეგ არაფერი? იუ, შენ დებილი ხარ, ხო? ანუ, შობლები უცხოეთში გიშვებენ საგულაოდ, ყველაფერს გიხდიან და შენ არ გინდა. და საგულაოდ ვინ მიშვებს სასწავლებლად თქო? და რა მგაყო? რა ვიცი, თუ მე მიშვილებენ ქალბატონი სოფიკო და ბატონი ზურაბი, მე თანახმოვარ, სადაც თიც დაადებენ, იქ წავიდე. ხო, უმადური გონი ვარ შენს. რა შვეშე უმადური ლილუ? უბრალოდ რა საპრობლემები ვერ ხვდები. არ გინდა და ნუ წახვალ, რა შეგუებია. რაც მივდივარ. კაი. მოდი არ გვინდა ახლა მაგაზე ლაპარაკეთ, ნერვების მოშლად დაბადების დღის გაფუჭებ. დაიკიდე ხა? ჩამშხამ და მე ისეს დაბადების დღე უკვე. ჰეი, ვინ არის? ნუ ახლა ეგეთი მნიშვნელოვანი თუ აგნახავ. კარგი. იყოს მანდ. დროებით. ეს ვინ იყო? ჯერ ხარ რომ დაიწრულე სანამ ჰეის ეტყოდი და მე კი მორბი ვარ გნახაო. არიც. აჰა. ანუ არც მიყვები. ეტყობა გეშინია რომ დავიქრინჯები, ხო? აუ თუ გინდა დაიქრინჯე, თუ გინდა არა. ეს ორიანი პლუსი თქვენ. არ იცვლება, უნოს თქმა და გავიწყდა.
უი, გამარჯობა. გამარჯობათ. წესით ანაბრძანდებით, ხო? დიახ, ანა ვარ, უბრალოდ ცოტა შემაგვიანდა დიდი ბოდიში რაღაც მქონდა ამოსატანი და არ არის პრობლემა. იმედია ლოდინი ღირდა. მოგძანდით. მადლობთ. სეიგი, ბატონო კონსტანტინე. ახლობლები კოტეს მეძახიან, შეგიძლიათ კოტე დამიცახოთ. ბატონო კონსტანტინე, როგორც ვიცი, თქვენ გსურთ კონსულტაციის გავლა უცხოეთიდან განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, ხო? ხო, რაღაცები მაინტერესებს. და რომელი ქვეყნიდან განხორციელებულ ტრანზაქციებს გულისხმობ? ბიზნესი ისრაელში მაქვს. პერიოდულად ქართველი კადრების აყვანა მიწევს დისტანციურად. ლოგიკურად მათი სახელფასო ტრანზაქციებიც ისრაელთან ხორციელდება. მაგრამ ყოველი მათი გადახდა სუფთა და გასაგები თუ არ იქნება, გამაფრთხილეს, რომ გამოგეკიდებიან და პრობლემები შეგექმნება. ხო და ძალიან კარგი რომ ჩვენთან მოხვედით, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ძალიან მკაცრად აკონტროლებენ ესეთ ტრანზაქციებს ერთით. ხო და იმედი მაქვს, რომ ყველაფერში გამარკვევთ. უფრო სწორედ დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესოდ დამეხმარებით. რა თქმა უნდა, მაგისთვის არ ვარ აქ. მოდით ახლა ეს შევავსოთ. ალამაზი დღეა, რანათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ლილუს დაბადების დღეა. მადლობა, მაგრამ არ ყოფილა სიმღერა შენი ძლიერი მხარე. ვიცი. ისე მანქანების ხელოსანთა გაყოლას უნდა მივაწვე რა. და ეს იყო მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც უნდა გენახე? არა, მაგას ცოტა ხანში გეტყვი. ანუ მაინტრიგებ? შეიძლება. და საერთოდ საიდან გაიგერო ჩემი დაბადების დღეა? ცოტა უფროს კი ვგავარ, მაგრამ მეც სარგებლობ სოციალურ ქსელებით. დამსტალკე? დაგეთვალიერე. ნუ, იგივე ეგ რო დამსტალკო. აი, მე დაუწევ. კარგი. და უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი რა იყო? ეს რა არის? ეს არის ჰენრი პამარის, პროკოფიევის და ტეილორ სვიფტის ვინილები. გადაო. ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ ეგ მაინც საიდან იცოდი, რომ ვინილების დასაკრავი მაქვს? სოციალური ქსელები. ხო დამსტალკე. ხო. აბა რა გეგმები აქვს? დღეს ქალბატონ ლილუს თავის დაბადების დღეზე და რით დავიმსახურე, რომ ჩემთვის გამონახა დრო ასეთ მნიშვნელოვან დღეს. გეგმები არ მაქვს, მაგრამ რომც მქონდა თქვენთვის აუცილებლად გამომნახავდი დროს. ეგ კარგია, მაგრამ გეგმები რატო არ გაქვს? არ აღნიშნავ? აურავი მომ ბეზრთა ყოველ წელს ერთი და იგივე რასო. აჰა, ესე იგი წელს რაღაც განსაკუთრებული გვინდა რა? რას გულისხმობ? არაფერს. თუ დრო გაქვს მინდა რომ ერთად გილას ყავა. სტალკერისთვის ზედმეტად თავი განცხადება. მოდი ხარ? ხო, კაი, მოვდივარ.